მოგესალმებით, ჩვენ ისევ იმყოფებით აბანო კოდას მონაკვეთზე, აი თქვენ იმ ტერიტორიას ხედავთ, სადაც ჩვენი პატრულირება და მონიტორინგი გრძელდება უკვე 12 დღეა, ფაქტობრივად 2 კვირა ხდება მალე. დღეს ჩვენთან არის ცოტნე გამსახურდია. მე მინდა მასაც ვთხოვო 1-2 სიტყვით გითხრას. თავისი დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ. მე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, მეგობრებო, ეს პრობლემატიკა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ვისი ქმნობს და ვისი ქცოლი რას ჭამს და ის ყველაფერი, რითიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ეგრეთ წოდებული ცნობადი სახეები არიან დაკავებული. მე მინდა მოვუწოდო ეგრეთ წოდებულ ცნობად სახეებს ჩამოვეწამოთ, ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ნუ დავტოვებთ 10-ოდე გულთებული ახალგაზრდა იმედზე და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მინდა რომ ვიცოდეთ, აბსოლუტურად ზუსტად გეუბნებით და ბიჭები ამ ჩემს სიტყვებს დაადასტურებენ სამოქალაქო პროტესტს, საზოგადოებრივ აქტივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენიმე პრეცედენტი იყო ამ ბოლო წლებში, როდესაც კურსება უკან დაიხიეს, ისევე ხმისამოუღებლად, როგორც თავხედობად ჩვენად იყვნენ გადმოსულები და ცდილობდნენ ჩვენი ტერიტორიის მითვის, ჩვენი ტერიტორიის ესეც ნაჭრების მითვისებას, ასევე ხმისამოუღებლად და ქურდულად გაიპარენ უკან, მხოლოდ იმიტომ, რომ ეგ ადგილობრივი მოსახლეობა იყო თბილისიდან ჩასული მობილიზებული ადამიანები, ამ პროტესტის გამო მათ ვერ შეძლეს, ესე ვთქვათ, უჩუმრად და ქურდულად ამის მიტაცება. ამოვიღოთ ხმა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ხელისუფლების იმედს დღეს ჩვენ ვერ ვიქნებით, ქვეყანა ამათი არ არის, ქვეყანა ჩვენია და ჩვენ თვითონ მივხედოთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენი წინაპრების დანატოვებას და მემკვიდრეობას. მადლობა ცოტნე, ეს იყო ცოტნე გამსახურდია, ჩვენ შეგახსენებთ ვიმყოფებით კოდა აბანო ჭონელისის მონაკვეთზე, სადაც ჯერ კიდევ არ განელებულა საფრთხე, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ახალი ტერიტორიები მიითვისონ.